გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ამჯერად მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით მდგრადი განვითარების სამიტზე გამოვიდა. მისი განცხადებით, მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება და ხორციელდება სტრატეგიული პროექტები, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლის პორტი. ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება მშვიდობიანი პოლიტიკის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ. ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სექტორში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად. დაჩქარებულად წარმმართავთ ციფრულ ტრანსფორმაციას დაკავშირებადობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოსაფხრელად და სახელმწიფო სერვისების გასაუმჯობესებლად. ვავითარებთ ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი ევროპასა და აზიას შორის კავშირის გასაძლიერებლად. ეს პროექტები არა მხოლოდ გაამყარებს საქართველოს ეკონომიკურ ფუნდამენტს, არამედ ხელს შეუწყობს შუადერეფნის უფრო მასშტაბურ ტრანსფორმაციას კონკურენტუნარიან, უსაფრთხო და მდგრად მარშრუტად, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვაჭრობის განვითარებას, ისე ენერგორესურსების ტრანსპორტირებას. თქვენო აღმატებულებებო, ყველა ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიუხედავად. ჩვენი საპასუხო ქმედება კვლავაც საერთაშორისო სამართალსა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზეა დაფუძნებული.